საღამოს ვაგზალებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და პირველ რიგში უნდა დავიწყოთ გამლილი კვირის შეჯამებით, ვინაიდან წინა სავაჭრო სესიაზე თავისთავად სესია არ შემდგარა, რადგანაც ამერიკაში იყო ფედერალური დასვენების დღე, კერძოდ ხსოვნის დღე. ამ დღეს, რა თქმა უნდა, ოსტრეთის საფონდო ბირჟაზე არ დგება ტრანზაქციები, შესაბამისად, გუშინდელი შედეგი ფაქტობრივად არ გქონია. ეს იყო პარასკევის შედეგი და საერთო ჯამში განლილი კვირა დიდად გამორჩეული ამერიკისათვის არ იყო, რადგანაც საშუალოდ ვიხილეთ 2.5%-იანი კორექცია ძირითად ინდექსებთან მიმართებით. საბედნიეროდ, მიმდინარე კვირა უკვე ძალიან პოზიტიურად არის დაწყებული და ეს ყველაფერი უკავშირდება ისე და ისე პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჯერ იყო მან განვლილი კვირის მიწურულს ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი სატარიფო ომი წამოიწყო და დაანონსა, რომ თუ კი ევროკავშირი დროულად არ გამოიჩენდა ინიციატივა სავაჭრო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, მაშინ ამერიკა 1 ივნისს უკვე ევროკავშირს დაუწესებდა 50%-იან საიმპორტო სატარიფო რეჟიმს, მაგრამ შემდეგ მან ეს პირობა გარკვეულწილად გადათქვა და სწორედ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკა ამ შეზღუდვას ამოქმედებდა 9 ივლისს, ანუ კორექციამ რეალურად ვადებს შორის შეადგინა დაახლოებით 1 თვე. ეს თვე კი თავისი არსით გაჩნდა იქიდან, რომ ევროკავშირმა მოითხოვა მეტი დრო იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს შეთანხმება მხარეებს შორის და ეს ყველაფერი იმაზე მეუთითებს, რომ მხარეები ერთმანეთში საუბრობენ და ძალიან დიდი ალბათობით ევროკავშირსა და ამერიკას შორის გაფორმდება ახალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც რა თქმა უნდა იქნება მიღებული ტარიფების გარეშე, ვინაიდან ეს ქვეყნები და ქვეყანათა ბლოკი ერთმანეთთან ძალიან კარგ ურთიერთობაში არიან ისტორიულად, მათი ვაჭრობის მოცულობა იზომება ასეულ მილიარდებში. შესაბამისად, ამ ქვეყნებს ერთმანეთთან დაპირისპირება სავაჭრო კუთხით არ აწყობთ, ხოლო თავისი არსით ეს გულისხმობს იმას, რომ გარკვეულწილად ამერიკა მიყვება იმ სტრატეგიას, რომელიც დასახა თავის დროზე ტრამპმა, რაც გულისხმობს თავისი არსით სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას ძირითად პარტნიორებთან. ერთ-ერთი პარტნიორი, რომელთანაც უკვე გაფორმდა შეთანხმება, ეს არის მოგეხსენებათ გაერთიანებული სამეფო, შემდეგი რიგში დგას ჩინეთი, რომელთანაც სავარაუდოდ ძალიან მალე ვიხილავთ შეთანხმებას და ასევე ახლა უკვე ვიცით დადასტურებულად ისიც, რომ ევროკავშირთანაც ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. შემდეგი ქვეყნები სავარაუდოდ, რომლებიც ამერიკასთან შეთანხმებას გააფორმებენ, იქნებიან დიდი ალბათობით იაპონია, ინდოეთი, კანადა, მექსიკა და სხვა ის დიდი სახელმწიფოები, რომელთაც ამერიკასთან აქვთ კოლოსალური მოცულობის სავაჭრო ბრუნვა და ძალიან დიდი სავაჭრო დეფიციტი ან პროფიციტი გააჩნია, რომელ მხარეს იმყოფებიან ისინი ვაჭრობისა. საერთო ჯამში ეს ქვეყნები სავარაუდოდ ექსკლუზიურ კონტრაქტს გამოივაჭრებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, ხოლო ეს ქვეყნები, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდებიან, ანუ ტოპ 20-ული, მათთვის სავარაუდოდ ამერიკა მოამზადებს სტანდარტულ პაკეტს, რომელსაც ისინი უნდა დათანხმდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ ტარიფებში ცხოვრება, ამას კი რა თქმა უნდა არავინ არასოდეს არ დათანხმდება. მოკლედ, აი ამ ყველაფრის გაცნობიერების ფონზე დროა გადავინაცვლოთ დღევანდელ სავაჭრო სესიაზე, რომელიც როგორც გითხარით, პოზიტიურად მიმდინარეობს და გვაქვს ყველა ძირითად ინდექსთან მიმართებით, S&P 500-ის შემთხვევაში მატების მაჩვენებელი არის დაახლოებით 2%. Dow Jones-ის შემთხვევაში მატება 1.64%-ია, ხოლო NASDAQ-ის ინდექსი, როგორც ხედავთ, ძალიან მკვეთრ 2.27%-იან მატებას აფიქსირებს და ამ ყველაფრის ფონზე ფაქტობრივად ყველა მსხვილი ამერიკული კომპანიის შეფასება არის გაზრდილი, განსაკუთრებით კარგი შედეგი კი, როგორც ხედავთ, აქვთ ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს, ვინაიდან ისინი ყველაზე მოწყვლადები არიან ზოგადად ტარიფებისა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობების მიმართ. ასევე პოზიტიური განწყობა გვაქვს ევროპაში, სადაც 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის გაზრდილი 0.33%, თუმცა აქ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუშინდელ სავაჭრო სესიაზე ევროპული ბირჟა ლამის 2.5%-ით გაიზარდა, მაშინ დავინახავთ, რომ ევროპას შესანიშნავად აქვს საქმე. იაპონიაშიც ასევე პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, კერძოდ გვაქვს 0.5%-იანი მატება, შანხაის ინდექსი კი მცირედით 0.19% არის შემცირებული, თუმცა ეს მაინც მინიმალური კორექცია იმასთან შედარებით, რაც საერთო ჯამში ვიხილეთ ბოლო პერიოდში. აქ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ფასები არის ამ ეტაპზე შემცირებული ნავთობისა დაახლოებით დღის განმავლობაში 1%-ით და როგორც ხედავთ, ბრენდის ფასი შეადგენს $64, WTI-ის ფასი დაახლოებით შეადგენს $61. რეზერვულ პერიოდში კორექცია გვაქვს 23-24%-ის ფარგლებში. ასევე გაიაფებული არის ბუნებრივი აირი, კერძოდ 1%-ით და მისი ღირებულება უკვე 37 ევროიან ნიშნულს ოფიციალურად ჩამოწდა. კლება გვაქვს დღეს უთაშორის ოქროსთანაც, რომელიც უკვე 1.5%-ით არის
გაუფასურებული და ამჟამად ოქროს ფასი უნციაზე, რა თქმა უნდა, შეადგენს $3295. ამ კორექციის მიუხედავად მინდა გითხრათ, რომ ერთწლიან პერიოდში ოქროს მაინც ძალიან კარგი შედეგი აქვს და ეს შედეგი არის რეალურად პლუს 40% და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ერთი წელი ოქროს ალბათ დიდი დეპრესიის შემდეგ არ ჰქონია, რაც რა თქმა უნდა არის ფენომენალური შედეგი. ასევე ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფინანსურ მაჩვენებელს აფიქსირებს კრიპტოინდუსტრია, რომლის შეფასებაც დღეს მართალი 1% არის შემცირებული, თუმცა ის მაინც შეადგენს $3 ტრილიონი 600 მილიარდ დოლარს. ბიტკოინის ფასი, როგორც ხედავთ, ძალიან სტაბილურად დგას უკვე $110,000 ნიშნულზე, ხოლო $112,000 საერთოდ არის რეკორდი და არ უნდა გავგვიკვირდეს თუ მომდევნო რამდენიმე საათში, მაგალითად, ბიტკოინი ახალ რეკორდს დააფიქსირებს, რადგანაც სულ რაღაც $2,000 უნდა გაძვირდეს ის ამისათვის. სხვადასხვა წინა რეკორდებისგან განსხვავებით, ერთი უცნაურობა ამ რეკორდს რას გამოარჩევს, ის არის, რომ ადრე, როდესაც ბიტკოინი აღწევდა ახალ რეკორდს, იქნებოდა ეს მაგალითად $47,000, იქნებოდა ეს $60,000 თუ $67,000, შემდეგ ის ამ რეკორდულ ნიშნულზე იმყოფებოდა სულ რამდენიმე წუთი და ამის შემდეგ იწყებოდა ძალიან მკვეთრი კორექციის ფაზა, ხშირად ეს კორექცია იყო 5-10-15%-იც კი. ხოლო ამჯერად ხედავთ განსხვავებულ ვითარებას, ის ავიდა 112,000-იან ნიშნულზე და მას შემდეგ ლამის უკვე მესამე-მეოთხე დღეა მერყეობს $110,000 ფარგლებში, რაც იმაზე მეუთითებს, რომ უკვე ბიტკოინში დევს ძალიან დიდი ფული და ამ ფულის მიღმა არიან არა უბრალოდ რიტეილ ინვესტორები, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, არამედ საინვესტიციო ფონდები, ბანკები და ძალიან მსხვილი კომპანიები, რომლებიც მოგეხსენებათ პოზიციებს დღეში 5-ჯერ არ ხსნიან და არ ხურავენ, ისინი როგორც წესი აქტივს ყიდულობენ გრძელი პერიოდით, გრძელი ვადით და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ფასის სტაბილურობას იწვევს, ანუ ინდუსტრია ნელ-ნელა გადადის კონსერვატიულ ფაზაში, რაც რა თქმა უნდა ინვესტორებისათვის არის მისასალმებელი. ასევე დღეს პოზიტიური შედეგი აქვს ეთერიუმსაც, რომლის ღირებულებაც უკვე უახლოვდება, როგორც ხედავთ, $2,700 ნიშნავს, დღეს გაძვირების მაჩვენებელი არის 5%. კაპიტალიზაცია ამის ფონზე $322 მილიარდი გვაქვს ეთერიუმის შემთხვევაში, ბიტკოინთან კი $2,190 მილიარდი, ანუ ის აქტივები საერთო ჩამონათვალში არის დაახლოებით მეხუთე ადგილზე. მას უსწრებს სულ რამდენიმე კომპანია, ეს კომპანიები არიან მოგეხსენებათ Microsoft, Nvidia და Apple და ასევე ერთი აქტივი, რომელიც არის ოქრო, რომლის კონკურენტადაც ზოგადად ითვლება ბიტკოინი. აქ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც მოგეხსენებათ არიან წარმოდგენილნი ქართული კომპანიები. დავიწყოთ საუბარი საქართველოს ბანკით, რომელსაც დღეს აქვს პოზიტიური შედეგი და მატება გვაქვს პლუს 0,27%. TBC შემთხვევაშიც ასევე პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ და ზრდის მაჩვენებელი არის 0,66%. საერთო ჯამში ბოლო პერიოდში შედარებით დასტაბილურებული არის ორივე ქართული ბანკის აქციების შეფასება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით TBC-ის აქციების შეფასება მაინც არის შემცირებული, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 1 და 2 კვირა TBC-ისათვის დიდად გამორჩეული მაინც არ არის. აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტასაც გადავალოთ თვალი, რომელიც არის ბოლო პერიოდში გამყარებული დოლართან ხუთშორის და კურსი ამჟამად გვაქვს 2.73. ევროს კურსი გვაქვს 3.10, აქ ლარი ზოგადად არის გაუფასურებული, რაც თავისი არსით ევროს გამყარებითაა გამპირობებული, ხოლო სტერლინგის კურსი 3.70 შეადგენს, ანუ აქ ლარი არის გაუფასურებული. აქვე როდესაც ლარზე ვსაუბრობთ, მაშინ ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ, ორივე სიტყვა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათოსოთ ფონდში და ამით მივიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%, ხოლო ანგარიზე 50,000 მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება კი თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.